როდესაც ირმა გიგანმა 5 წლის ასაკში მწერალთა კავშირის ხალხით გადაჭედილ დარბაზში ორკესტრის თანხლებით ბახის ნაწარმოები დაუკრა, ყველა მიხვდა, რომ პატარა ვირტუოზს უსმენდნენ. ეს მისი პირველი სოლო კონცერტი და პიანისტურ კარიერაში მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო. 5 წლის ვიყავი, როცა პირველად სოლო კონცერტი მქონდა მწერალთა კავშირში. დაუკარი ბახის ფანტასტიკური კონცერტი. დირიჟორობდა ბატონი რევასტაკიძე. მახსოვს ის კონცერტი, პირველი კონცერტი იყო, საერთოდ არ ნერვიულობდი არაფერზე, იმიტომ რომ პირიქით მიყვარს ძალიან სცენა. ძალიან მალე ირმას განსაკუთრებულობაში იტალიელებიც დარწმუნდნენ. 2002 წლის 16 ივნისს ამ ქვეყანაში გამართულ შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი გახდა. იტალიაში, ბოლონიაში ვიყავი კონკურსზე, ვიყავი 6 წლის, სადაც გავიმარჯვე და ავიღე გრან-პრი. ძალიან ბევრი, ძალიან კარგი ბავშვი გავიცანი და რა ვიცი, იყო ერთი გოგონა იტალიელი, რომელიც იტალიურად მელაპარაკებოდა, მე არაფერი არ მესმოდა საერთოდ. მაგრამ იმდენად ველაპარაკებოდა ისეთ ფილად, რაღაცას მეუბნებოდა ისეც, რომ მე ვერ გავიგე, მაგრამ რა ძალიან სასიამოვნოდ ველაპარაკებოდა და იქვე კულისებში იდგა პატარა პიანინო. სადაც მივედი მე პატარა და დაუკარი ბახი დაუკარი, მეგონი პრელუდია. მე მგონი ყველაფერს მიხვდა, გავაგებინე ყველაფერი და ესე დავმეგობრდით ასე რომ ასე ვთქვათ, მუსიკამ დაგვაახლოვა. მე მგონი ენა არ იყო საჭირო აქ არანაირად. იმიტომ რომ ისიც პიანისტი იყო და ჩვენ ყველაფერი გავიგეთ ჩვენი პროფესიის გამო. ირმა 5 წლის იყო, როდესაც თბილისის ნომერ 1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში შეიყვანეს. პირველად როიალს კი 3 წლის ასაკში მიუჯდა და იმ დღიდან დაიწყო მუსიკალურ სამყაროში მოგზაურობა. ასე ვთქვათ, ბავშვობიდან მუსიკაში გავიზარდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მუსიკა მესმის, თითქმის ოჯახში თითქმის ყველა მუსიკოსია. და თვითონ დედაჩემ რაც აუკრავდა, ბიძაჩემი მღეროდა. და მესმოდა მუსიკა მომწონდა საშინლად, განსაკუთრებით როიალი. შემიყვარდა ძალიან. 2003 წელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 2003 წელსვე მოსკოვი, საქართველოს საელჩო, სადაც მან შუმანის, რახმანინოვის და შედრინის ნაწარმოებები დაუკრა. 2004 წელი ისევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, თურქეთი, ნიცა, თბილისის ნომერ 1 სამუსიკო სასწავლებლის დარბაზი, ეროვნული მუსიკალური ცენტრი, რუსეთი რახმანინოვის დარბაზი. ეს ის ადგილებია, სადაც ირმა გიგანს სოლო კონცერტი ჩაუტარებია. პატარა პიანისტს უამრავ კონცერტსა და კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2003 წელს რესპუბლიკურ კონკურსზე, სადაც ასაკის სიმცირის გამო კონკურსგარეთ მონაწილეობდა, ამერიკის საელჩოს სპეციალური პრიზი მიიღო. ამავე წელს რახმანინოვის 130 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იტალიური პოლკა დაუკრა. განათლების სამინისტრომ იგი ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფესტივალ ახალ სახეებში მონაწილეობისთვის. ჩვენ მივდივართ ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელ ადამიანთან, არაჩვეულებრივ მუსიკოსთან, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ნია ბახტაძესთან.
მე უბრალოდ დავასახელებ იმ ქალაქებს, სადაც მას გაუმართავს კონცერტები. თბილისში, ქუთაისში, აი გორში იყო სამამულო ომის დაღუპულთათვის ხომიწვნელი სპეციალური აქცია, სადაც მან მიიღო მონაწილეობა და გარდა ამისა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოსკოვში მას არაერთი კონცერტი გაუმართავს, კომპოზიტორის დიდ საკონცერტო დარბაზში, რახმანინოვის სახელობის დარბაზში, ასევე ქალაქები ნიცა, თელ-ავივი, იერუსალიმი, ასევე ანკარა, სადაც მას ძალიან წარმატებული კონცერტები ჰქონდა. ასე რომ მიუხედავად ასაკისა, ის სულ 14 წლის გახლავთ, ძალიან წარმატებული და შინაარსიანი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს. ჰქონდა მთელი რიგი კონცერტებისა. 6 წლის ასაკში იტალიაში გამიგზავრე კონკურსზე. ჩამოვიტანე გრან-პრი იქიდან. შემდეგ მოსკოვში ჰქონდა კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ასევე თურქეთში, ანკარაში, ასევე საფრანგეთში, ნიცაში მქონდა კონცერტი. აქ მქონდა კონცერტი სოლო, მუსიკალურ ეროვნულ ცენტრში სოლო კონცერტი მქონდა. ასევე ამავე პროგრამით მოსკოვში წავედი რახმანინოვის დარბაზში. შემდეგ ისრაელიდან იყო მოწვეული არაჩვეულებრივი დირიჟორი ავნერ ბირონი, ვისაც მე გავმართე კონცერტი. აქ კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაუკარი მოცარტის 21 კონცერტი. არაჩვეულებრივი დირიჟორი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი და ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა. ამ კონცერტის შემდეგ მან მიმიწვია ისრაელში. იქ გავმართეთ კონცერტი და ასევე ჩაიწერა ჩემი პირველი CD დისკი. შევასრულე როგორც სოლო პროგრამა, ასევე ბატონ ავნერთან ერთად მოცარტის 21 კონცერტი. ირმა ცოტა ხნით ჰოლანდიაში იმყოფებოდა, საიდანაც გამოცდილება და სასიამოვნო მოგონებები ჩამოიტანა. ხახანს ჩამოვედი ჰოლანდიიდან. ვიყავი მასტერ-კლასებზე ურტრეხტში. მსოფლიოდან იყვნენ პროფესორები მოწვეულები და ასევე ბავშვები. მე წარმატკინეს ჩემი სკოლიდან, მუსიკალური სემინარიიდან, ქალბატონმა მანა დოიჯაშვილმა წარმატკინა. და ძალიან ბევრი ბავშვი გავიცანი მსოფლიოდან, დავმეგობრდით ძალიან და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ქვეყნიდან შემეძინა ბევრი მეგობარი. ეს რაღაც მნიშვნელოვანი არის და რაღაცა დაიწყო, დრამატიულიც, ხო? ასე რომ იწყო და არაფერს არ ის. უკვე 1 წელია ირმა გიგანი თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლეა. მოსწავლეც და მასწავლებელიც ერთად მუშაობისას უდიდეს სიამოვნებას იღებენ. კვირაში ორჯერ ვარ უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ მაქვს გაკვეთილები ბატონ თენგიზ ამირეჯიბთან და არ ვიცი, ეს არის უდიდესი სიხარული ჩემთვის ნამდვილად. ასეთ ადამიანთან ერთად ყოფნა და ასეთ ადამიანთან ერთად მუშაობა ჩემთვის ეს არის ნამდვილად ეს არის ჩემთვის მასტერ-კლასი. ირმა გიგანს ჩვენი საზოგადოება კარგად იცავს უკვე, მაგას არ სჭირდება რაღაც რეკომენდაციები და ბავშვებიდან გამოაჩინა თავისი ნიჭი, ტალანტი. ნიჭის და ტალანტიც აქვს. შესანიშნავი ყური აქვს. ისეთ მომენტებს მუსიკაში წვდება, რომელიც ბევრს არ შეუძლია და უკვე გამოჩენილსაც არ აქვს. არტისტული გოგონო არის, საკმაოდ ჭკვიანი, წვდება იმაში, რასაც უკრავს. ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ესე იგი გახდეს აი ერთ-ერთი ჩვენი ღირსეული შემსრულებელი. ჩვენი ხალხი ნამდვილად ნიჭიერია, ბევრი ყავს ჩვენ, მაგრამ ეს იქნება იმედი არის, იმედი დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმეს ძალიან კარგად გააკეთებს და ბევრს მენელს გაახარებს, როგორც არის ყოველთვის. ეხლა სადაც არ იყო ყველგან დიდი წარმატება ქონდა. თავიდანვე გამოავლინა ისეთი თვისებები,
რომლებითაც დღემდე გამოირჩევა თავის ნიჭიერ თანატოლებს შორის. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იგი მომავალშიც სწორედ ამ თვისებებით დაიმკვიდრებს ადგილს საშემსრულებლო ხელოვნებაში. აქ მე ვგულისხმობ მის მართლაც გამორჩეულ ბუნებრივ მუსიკალობას, დახვეწილ გემოვნებას, პოეტურ სულს, რაღაც მაღალ სულიერებას და ამავე დროს ნაწარმოების ხასიათსა და სტილურ თავისებურებებში სიღრმისეული წვდომის უნარს. ირმა 7 წლის იყო, როდესაც CNN-მა მასზე სიუჟეტი მოამზადა. ცნობილი ბაბუის ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებში პატარა პიანისტი გაცილებით ხშირად ხვდება. პოეტი ამბობს, რომ ირმას როგორც თანატოლს ისე უყურებს. მე ვარ 79-ის, ირმა გიგანი 14-ის. ახლა მე ამას რატომ მოგახსენებთ, იცით? ბოლოს დავმეგობრდით. ასაკობრივად ეს თითქოს უხერხულია, მაგრამ თვითონ ირმასგან გამომდინარე, ეს უკვე შესაძლებელია. ჩვენ უკვე ერთმანეთს ისე ველაპარაკებით, როგორც თანატოლები. მე ძალიან მიყვარს მისი ნიჭიერება და ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ქვეყანაზე, რომ ნიჭი მარტო არაა ის, რომ შენახარ ნიჭიერი ქართველი და ამით დამთავრდეს ყველაფერი. უნდა იყო ამავე დროს მშრომელი. უფლისაა ერთიც და მეორეც. ამავე დროს მშრომელია, ძალიან მშრომელი. ბაბუ არის ჩემი დიდი მეგობარი. და აუცი, ყოველთვის ესწრება ხოლმე ჩემ კონცერტს, უჭრავს ხოლმე თავისი ჯვარი. და შემდეგ როცა მორჩება კონცერტი, მიწერს ლექსებს და სახლში მაქვს კიდევაც კედელზე წანაწერები. რთული გრაფიკისა და მუდმივი რეპეტიციების მიუხედავად, ირმა გიგანი მეგობრებთან ურთიერთობას მაინც ახერხებს. გარდა იმისა, რომ ირმა არის ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი პიანისტი, არის ძალიან კეთილი და ძალიან თბილი ადამიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთულია თავისი ხელობის გამო, მაინც ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენთან შეხვედრაც მოახერხოს და ერთად ხშირად ვიკრიბებით ხოლმე და ხშირად ხვდებით ერთმანეთს. ირმა არის ძალიან თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი, ძალიან მიყვარს და მართალია სკოლაში ძალიან იშვიათად დადის ხოლმე მის ამ პროფესიის და გამო, მაგრამ ვცდილობთ ხოლმე, რომ სკოლის გარეთაც ხშირად ვნახოთ, რომ ჩვენი მეგობრობა კარგად გაგრძელდეს და სულ ერთად ვიყოთ. ირმა არის ძალიან საყვარელი ადამიანი, მთელ კლასს ძალიან გვიყვარს, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ასევე მას ძალიან ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ყოველდღე ძალიან ხშირად ვნახულობ და თითქმის სულ ერთად ვართ. პატარა პიანისტის თაყვანისმცემლები სკოლაში მასწავლებლებს შორისაც არიან. ირმა გიგანს 2 წელია ვასწავლი, არის ნიჭიერი, გონიერი, კარგი გოგონა. თავისი დატვირთული რეჟიმის გამო ხშირად უწევს სკოლის გაცდენა, რაც თავის მხრივ თავის მონდომების გამო არ უქმნის პრობლემებს და ყოველთვის ახერხებს ჩავარდნილის ანაზღაურებას. ჩვენ ვართ მისი თაყვანისმცემლები, ძალიან გვიხარია მისი წარმატება და იმედია ჩვენი სკოლა კიდევ უფრო და უფრო იამაყებს მისი სახელით და გვარით. 14 წლის პიანისტს, რომელსაც როიალთან ურთიერთობა არასოდეს ხლის და რთული საკონცერტო პროგრამის შესრულების შემდეგ ისევ ინსტრუმენტზე დაკვრითი სვენებს, უკვე ძალიან მრავალფეროვანი საკონცერტო ისტორია აქვს. მის გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ირმა გიგანის შესრულებით ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მსოფლიოს ყველაზე დიდი სცენებიდან მოისმენენ. რა თქმა უნდა, უფალი მეხმარება კონცერტებში და პატარა ხატი მაქვს კულისებში მიჭირავს ხოლმე, სანამ გავალ სცენაზე და რო გავდივარ და ეჩემს ვაბარებ ხოლმე ამ ხატს.